Salmებით, წარმოგიდგენთ თოფურიას ერთ-ერთი ამოცანის გარჩევას, 26-8. კვადრატის ფართობის რა ნაწილს შეადგენს მისი სამი გვერდის შუაწერტილების შეერთებით მიღებული სამკუთხედის ფართობი. წინასწარ გამომზადე ნახაზი. კვადრატის ორი მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილი შევაერთეთ მონაკვეთით. ამ მონაკვეთმა, რა თქმა უნდა, კვადრატის ფართობი გაყო ორ ტოლ მართკუთხედად. მივიღეთ ტოლდიდი მართკუთხედები, რომელთა ფართობები არის, რა თქმა უნდა, კვადრატის ფართობის ნახევრის ტოლი. ხოლო ზედა მართკუთხედში შუაწერტილზე აგებული სამკუთხედი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ზედა მართკუთხედის ფართობის ნახევარს. ჩვენ როდესაც სამკუთხედის ფართობის ფორმულას ვსწავლობთ, მაშინვე ვიგებთ, რომ სამკუთხედის ფართობი წარმოადგენს ისეთი მართკუთხედის ფართობის ნახევარს, რომლის გვერდები არის სამკუთხედის სიმაღლე და ფუძე. შესაბამისად, რა გამოდის, რომ კვადრატის ფართობის ნახევრის ნახევარი არის აღნიშნული სამკუთხედის ფართობი. ანუ 1/2-ი რომ გავამრავლოთ 1/2-ზე, მივიღებთ 1/4-ს. ესე იგი, სამკუთხედის ფართობი ყოფილა მოცემული დიდი კვადრატის ფართობის მეოთხედის ტოლი. ანუ შემოვხაზავთ C-ს. სულ ეს იყო.